რა გიშლით თქვენ და თქვენს ადამიანს ხელს იმისათვის, რომ დაალაგოთ ურთიერთობა? პირველ რიგში თქვენს პარტნიორს რაც შეეხება, უნდა მას თანასწორი იყოს თანასწორი. უნდა რომ თქვენ ცხოვრებაში ჰქონდეს თავისი ადგილი, სტატუსი, მომავალი დღის იმედი. უნდა რომ იყოს თქვენთვის ერთადერთი განუმეორებელი, როგორც თქვენ მისთვის. მას უნდა ჰქონდეს გარანტია ხვალინდელი დღის. არ უნდა იგრძნოს თავი გამოყენებულად პირველეს ყოვლისა. ვიღაცა არის სამკუთხედში, ვიღაცა ემოციურ საქმეებთან გვაქვს აქ საქმე. როდესაც დრო მიდის, მაგრამ არ იცვლება თქვენი ურთიერთობა. არ გადის სხვა უფრო ღრმა ეტაპზე. ასევე ეს ეხება თქვენს მეუღლესაც შეუსაბამო სიტუაციას, რადგანაც ეს არის საჯარო გზავნი. თქვენს მეუღლეს სჭირდება, რათა შეახსენოთ, რომ ის არის თქვენთვის ძვირფასი. რატომ შეგეყვარდათ, რას ხედავთ მასში უნიკალურს. საკმაოდ ბევრი ტკივილი გამოიარა თქვენმა პარტნიორმა. ზოგადად ცხოვრების მანძილზე. და ახლა მას სჭირდება რა? სჭირდება სიყვარული, სჭირდება ენერგია, სჭირდება მსურველობა. შეახსენეთ მას, რომ ის არის თქვენთვის უნიკალური. გამოიყენეთ ყველაფერი იმისათვის, რომ აგრძნობინოთ თავის სასურველად. თუ გიღებთ და გინდათ, რომ ამ ადამიანთან გააგრძელოთ ცხოვრების გზა, მაშინ უარი თქვით სამკუთხედებს. დააფასეთ ის, რასაც აკეთებს თქვენთვის ადამიანი. უპირველეს ყოვლისა, თქვენი ურთიერთობის უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ თქვენ ორივე ფიქრობთ სარგებელზე. რას მოგიტანთ ეს ურთიერთობა თქვენ? სულიერი კავშირი არ არის აქ. დისტანცია არის. ვიღაცისთვის ეს არის დისტანცია სულიერი, ვიღაცისთვის ეს არის ფიზიკური დისტანცია. და თქვენი ურთიერთობა, რომელიც დაიწყო საერთო ინტერესით და სიყვარულით, უკვე მანიპულაციის დონემდე არის დასული, გესმით? ძალიან ბევრი მანიპულაცია. ძალიან ბევრი დაპირება, რომელიც არ ცდება სიტყვებს და არ გადადის ქმედებაში. თუ თქვენ არ გინდათ თქვენს პარტნიორთან ურთიერთობა, მეუღლესთან არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ გაუშვით და დაიაროს მან თავის გზაზე, თავისუფლად და იპოვოს თავისი ბედნიერება. როგორც თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი ბედნიერება. მაგრამ თუ გინდათ რომ ეს ადამიანი იყოს თქვენთან, მოეშვით სამკუთხედებს. მოეშვით მის დაჩაგვრას. მოეშვით იმაზე საუბარს, რომ თქვენი პარტნიორი არ არის თქვენი თანასწორი. მოეშვით მის გამოსწორებას. ჩაცმის სტილში, საუბარში, ქცევაში. რატომ იყურებით მაშინ სხვაგან? რატომ იყურება თქვენი თვალი, თქვენი გული? რას ელოდებით? ანუ პრობლემები რო თავისით გადაწყდება? რომ ვინ უნდა გადაგიწყვიტოთ თქვენ პრობლემა? რატომ ძალადობთ? ან რატომ აძლევთ უფლებას, რომ თქვენზე იძალადონ, თქვენზე მოახდინონ მანიპულაცია? რატომ ჩერდებით სამკუთხედში, როდესაც იცით, რომ ყოველ ღამე, როცა მოდის, იცით, რომ ეს ადამიანი არ არის თქვენი ერთგული. და ღალატი არ არის მხოლოდ ფიზიკური. ღალატი არის ასევე სულიერიც, რომელიც არის ძალიან მწარე. რატომ აძლევთ ამის უფლებას? ან რისი გეშინიათ? მარტო ყოფნის გეშინიათ? გეშინიათ, რომ დაკარგავთ იმას? ანუ მოგონებებს ვერ უშვებთ, გრძნობებს ვერ უშვებთ. ვიღაცა შვილის გამო არის. ვიღაცა იმის გამო, რომ მარტო არ დარჩეს. და თulis, რომ უკვე სხვა შესაძლებლობა აღარ გექნება. გამოდით ამ მდგომარეობიდან, თავად სანტა მუერტა გეუბნებათ. გამოდი ამ მდგომარეობიდან. შეცვალე. ცვლილებების დრო არის. თუ არ გინდა რომ თავი დაიღუპო და ის ადამიანიც დაღუპო,
მაშინ ცვლილებების დროა. სიმართლე რაც არ უნდა მწარე იყოს, უნდა თვალი გაუსწორო ამ სიმართლეს. უნდა გარისკო, სადაც არის გასარისკი. არ აქვს მნიშვნელობა სქეს, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, არ აქვს მნიშვნელობა რა მდგომარეობაში ხარ ახლა, როგორი სავალალოც არ უნდა გეჩვენებოდეთ. ან ყველა პრობლემას გაუსწორეთ თვალი და ისაუბრეთ პარტნიორთან ისე, როგორც თანასწორმა. ყველაფერი გამოააშკარავეთ. ისაუბრეთ იმაზე, რაც აქამდე გაქვთ დაგროვილი. ან ასე და გამოასწორეთ ერთდროულად, ან უბრალოდ გაუშვით ეს ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან. იმიტომ რომ დრო არის. ასე აღარ გაგრძელდება. და იცოდეთ, თითოეულ თქვენს ნაბიჯს, ფიქრს, ქმედებას აქვს თავისი შედეგი. და სწორედ თქვენი ამ ფიქრების, ქმედების და უმოქმედობის შედეგს მალე მიიღებთ. და თუ გინდათ რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს, მაშინ იმოქმედეთ.